დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფართოვდება. 2026 წლის 1 აპრილიდან დეპოზიტების დაზღვევის ლიმიტი ერთ კლიენტზე თითოეულ ბანკში 30,000 ლარიდან 50,000 ლარამდე იზრდება. როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში ამბობენ, 2025 წელს ბანკებს სავალდებულო შენატანების სახით სააგენტოში წლიურად 75 მილიონი ლარის გადახდა უწევთ. შემდეგი წლისთვის ლიმიტის ზრდის ფონზე კი გადასახდელი 80 მილიონი ლარი ექნებათ. სატრანსპორტო და დასაწყობების სექტორი სტაბილურად იზრდება. TBC კაპიტალი დადებითი დინამიკის შენარჩუნებას მომავალში ცელის. საინვესტიციო ბანკის პროგნოზით 2025-2028 წლებში დასაწყობების სერვისებზე მოთხოვნა საშუალოდ 9%-ით გაიზრდება. ამ დროისთვის საწყობების ჯამური ფართობი საქართველოში 2,200,000 კვადრატული მეტრია. აქედან 90% მშრალი, 10% კი სამაცივრე საწყობებია. საწყობების 67%-ს მესაკუთრე გამოიყენებს, 33% კი იჯარით გაიცემა. საშუალო იჯარის ფასი კვადრატულ მეტრზე 3-დან 6 დოლარამდეა. A-კლასის საწყობების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 7-8 დოლარია. თანამშრომლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და რუმინეთის ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანამშრომლებენ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის რეგულირების საკითხებზე გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, რაზეც პერიოდულად სამუშაო შეხვედრებიც გაიმართება. თანამშრომლობა ასევე გულისხმობს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ენერგეტიკული ბაზრების რეგულირებაზე, რომელიც კონკურენტუნარიანობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს ეფუძნება. 2026 წლის 1 იანვრიდან ვეტერინარების სერტიფიცირება სავალდებულო ხდება. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად მსურველი ვალდებულია სურსათის ეროვნულ სააგენტოს დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტები, მათ შორის დიპლომი, სერტიფიკატი ან პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინოს. 2026 წლის იანვრამდე სახელმწიფო სერტიფიკატი გაიცემა სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისა და უწყოდი პროფესიული განათლების პროგრამაში მონაწილეობის გარეშე. სერტიფიკატის მოქმედების ვადად კი 2030 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. კარდენახის ღვინის ფესტივალი წელს უკვე მეხუთედ გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე და საშუალო მარნები. ფესტივალის მიზანია კარდენახის ღვინისა და ადგილწარმოებული პროდუქტების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა, უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და გაცნობა. ფესტივალზე მიწვეულები არიან სომელიეები, საერთაშორისო სტუმრები, ღვინის სპეციალისტები. გაიმართება დეგუსტაციაც. სტუმრებს საშუალება მიეცემათ დააგემოვნონ ადგილობრივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.